იმისთვის რომ აშშ-მ განაგრძოს საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვა, ჩვენ შემოვიღოთ ანაკლის სპორტის მართვის ახალი განსხვავებული მოდელი. მოდელი, სადაც ნახევრად, ზუსტად ნახევარ მართვაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ხოლო მეორე ნახევარი იქნება ქართველი ხალხის აქციებში, ანუ ქართველი ხალხის განკარგვაში. ეს მოდელი, როდესაც ორივე ქვეყანა, საქართველო და აშშ განკარგავს ანაკლის სპორტს, ბევრი რამის საშუალებას იძლევა. ამავე დროს, სპორტს უნდა დავარქვათ პრეზიდენტ ტრამპის სახელი, მე გთავაზობთ სახელს ტრამპ სპორტი ანაკლია, რომელიც საერთაშორისოდაც ძალიან მიმზიდველად და გასაგებად ჟღერს და მთლიანად ეს ყველაფერი იქნებოდა საშუალება უზრუნველყოფისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი დღევანდელი ადმინისტრაცია იქნებოდა ჩადებული, ინვესტირებული საქართველოს მომავალში. ეს შეთავაზება ეყრდნობა სულ ახლახან, სწორედ კავკასიაში მომხდარ ამბავს, როდესაც სწორედ ამერიკული ადმინისტრაციის თანამონაწილეობით და სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობის საფუძველზე შეიქმნა ზანგეზურზე, იმ კორიდორზე, იმ გასასვლელ ნაწილზე,